3 2 1 ელარჯი ოხო ჩემო ბატონო მეგრული ხარჩო მართლა საოცარი ცხურის კანჯი ეს ბიჭი ოსტატია თავის საქმის ძალიან რბილია დედა რა გემრიელია ჩემთვის გემრიელი საჭმელი რას ნიშნავს ძალიან ადვილია ჩემი გულის მოგება ნახეთ როგორი წელება შეხედა დღეს იმასპინძლებთ ეთნო წისქვილში მე მიყვარს ეს ადგილი ეთნო წისქვილი იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ რესტორანი გულწრფელი რეკომენდაცია ამ ხალხს მოგესალმებით ისევ წისქვილიდან, კერძოდ კი იმ ადგილიდან, საიდანაც დაიწყო წისქვილი ჯგუფის რესტორნების ისტორია. გავუმყევით. ჩვენ სივრცეში ძალიან ბევრი რესტორანია, მაგრამ დღეს ჩვენ ავარჩიეთ ეთნო წისქვილი. ეთნო წისქვილი გამოირჩევა როგორც ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, ასევე სანახაობით და ეთნოგრაფიით. მე ვარ ალექს ნათაძე, წისქვილი ჯგუფის რესტორნების ბრენდ-შეფი. დღეს ჩვენი სტუმარია ნიკოლო წულუკიძე. როგორ ახარ? როგორ ბრძანდებით პატივცემი? კეთილი იყო თქვენი მოგზაურობა წისქვილში, თეატრმცოდნე. არანაკლებად გამომდის საჭმელთმცოდნეობა. დიდი გურმანი იქნება, რადგან ბევრი ქვეყანა აქვს მოვლილი და ბევრი კერძი იქნება გასინჯული. გასტრონომიით მოგზაურობა ყველაზე უფრო ხელშესახები მოგზაურობაა წარსულში. ემოციას გიღვიძებს, რომელიც იმ ხანად გქონდა. ჩვენგან მარჯვნივ არის ლუდის მოედანი, ჩვენგან მარცხნივ არის ღვინის ეზო და დღეს კი გიმასპინძლებთ ეთნო წისქვილში. მე მიყვარს ეს ადგილი ეთნო წისქვილი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ რესტორანი. არაფერი იმაზე გემრიელი არ არის, ვიდრე ახალ დაფქვილი სიმინდის ფქვილის ჭადი. აქ მოსული სტუმარი იგებს არა მარტო კულინარიულ ტრადიციას, არამედ ისტორიას იმ ქვეყნისას, რომელშიც იმყოფება. ეს ჩანჩქერი ისევ არის? კი. მაგ ჩანჩქერით იცნობოდა აქაურობა. როცა დიღმის მასივმა დაიწყო განაშენიანება, დების ხნელებს მისცეს ბინა და ერთ დღესაც მოდიან ეს დები გადმოვიდნენ ამ დიდუბის ხიდზე და ვეღარ ხვდებიან სად არის მათი საცხოვრებელი სახლი. ვიღაც ქალბატონისთვის უკითხავს, რომ ხომ არის თვითონ შემთხვევით თუ იშხნელები რომელ კორპუსში ცხოვრობენო და ამ ხალხს თქვენ თქვენ არა ხართო იშხნელები? კი ჩვენ ვართ, მაგრამ იმდენად გავს ყველაფერი ერთმანეთს, რომ ვერ მივხვდითო და ერთადერთი რაც საორიენტაციოდ ძალიან თვალშისაცემი იყო იმ ხანად იყო ეს ჩანჩქერი და ეს წისქვილი. აი ეს არის ის წისქვილი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. კი დაიწყო ეთნო წისქვილმა 2002 წელს ფუნქციონირება და ეს ყველაფერი იმ წისქვილმა განსაზღვრა, რომელიც ძველი დროიდან არსებობს, მაგრამ დღეს უკვე ისე გაიზარდა ქალაქი, რომ აქ ერთი წვეთილი აღარ დარჩა თავისუფალი, სადაც ან რესტორანი არ იყოს და ან რამე შენობა ნაგებობა. ეს ყველაფერი რომ ეთნო წისქვილის ირგვლივ განვითარდა, მაინც ისე ცამაყო ამ სივრცისთვის. ეს ისეთი რესტორანია, სადაც მხოლოდ ტრადიციულ კერძებს ვაკეთებთ. საჩემო. შენთვის გემრიელი საჭმელი რას ნიშნავს? ჩემთვის უგემური საჭმელი, უпростоრად ცუდი საჭმელი, რომელიც არ მიყვარს, არ არსებობს. უბრალოდ ეს უნდა იყოს ან კარგად გაკეთებული, ან ცუდად, რომელსაც არ შევჭამ. აი ქართულ გასტრონომიაში უფრო რომელ კერძს ან რომელ კუთხეს გამოყოფთ? უამრავი გემრიელი კერძია, რომელიც არ ვიცით. ესე და გადაყოლილები ვართ ამ წვადს და ქაბაბს და ხინკალს და იმის იქით არ ვიხედები და ჩემთვის უფრო საინტერესოა ის, რაც არ ვიცოდი და პირველად დავაგებონე. ჩემთვის საქართველოს მერე ინდოეთია ყველაზე მნიშვნელოვანი გემო. თევზეული უფრო მოგწონთ თუ ხორცი? სხვარი არის ჩემთვის მისი უდიდებულესობა და ბატკანი თუ სწორად არის გაკეთებული. შენ გემოზე ჭამა რას ნიშნავს? როგორ გარემოში გიყვართ ჭამა? ყველა გარემოში მიყვარს გემრიელი მირთმევა. ძალიან ადვილია ჩემი გულის მოგება, რა მთავარი არის გემრიელი. თამამად მიხევ. დაახლოებით მივხვდი რა უნდა შემომთავაზო თუ დაგაბნიეთ. არა, მივხვდი. დავიწყებთ სულუკად, ჭადით, სულგუნით, შემოვაპარებთ გოჭის კუჭმაჭს ნიგზით, შემდეგ გვექნება შემწვარი გოჭი ხრატუნაკანით, ტყემლით, დავამძიმებთ მეგრული ხარჩო ელარჯით. აუკვტები ბიჭო. ამ ყველაფერს დავაგვირგვინებთ მესხური ხაჭაპურით. იცი ეს ფენაფენა? ეგრე მაქვს გაკეთებული. მართლა? კი, გაკეთებული მაქვს კერძი, რომელიც ქსელში არც არ არის და მხოლოდ თქვენთვის იქნება და მანდ იქნება ზუსტად სხვარი. გარნირად ექნება კორკოტის შილა, ინდურ ქართული გარნირი ექნება და აი გამოგზაურებ კურკუმა თუ ქარი? კურკუმა. ბიჭო, გეთქვა ხალხს წამოვიყვანდი მარტო საცოდაობა მაგის ჭამა, მაგრამ არა უშავს. დავიწყოთ. ხელი მჭადი, ყველი, სულგუნი, გოჭის კუჭმაჭი, მჭადის ჩიფსები, გოჭი, შემწვარი. დედა. ელარჯი,
მეგრული ხარჩო. მე რომ მიყვარს ისეთი ელარჯია, სქეთ. ესეც მესხური ხაჭაპური. რითი დავიწყოთ? ჭადით, ყველით, სუბუქად და მე ნელ-ნელა კაი ჩემო ბატონო. მივირთვი შენ გემოს. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, მაგრამ რა ვქნა, თქვენი წესი ესეთია და მადლობა. ეხლა დავიწყოთ დაგემოვნება. ეს არის ჭადი. ზუსტად ისეთია, მე როგორიც მიყვარს, თხელი და უზეთო, სულგუნი ძალიან გემრიელია. ეხლა ვნახოთ კუჭმაჭი. გოჭის კუჭმაჭიაო, როგორც ალექსი ბრძანა. პატივისცემა თუ უნდათ ისეთი მნიშვნელოვანი სტუმარი თუ მოვიდო და გოჭის კუჭმაჭ შეთავაზებდნენ, იმიტომ რომ გოჭ ხო პატარა კუჭი აქვს და პატარა ცოტა ის ძვირად ფასობს და იმერეთში თავს ასე გამოიჩენდნენ ხოლმე. იდეალურია. რაც მთავარია, ის გემო აქვს, რაც სახელწოდება ძალიან გემრიელია. მართლა. ახლა ვნახოთ ელარჯი. ოხოხო. შეხედეთ. ჩემო ბატონო. ოხო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭადის ქვილიც და ხერხილიც იყოს ახალი დაფქვილი. და აქ რაკი წისქვილია და ყოველდილით ვქვავენ და ეს წისქვილის ხმა ეთნოჯაზივით უყურში გესმის, გემოს განსაზღვრავს. მართლა იდეალური, იდეალური. ეხლა ვნახოთ ხარჩოსთან ერთად ეს ელარჯი. სტუმრები აღფრთოვანდებოდნენ, შეიძლება მეგრელ სტუმარს ცოტა სიცხარის დამატება მონდომებოდა. ცოტა. თუმცა ჩემთვის იდეალურია, იდეალური. ხორცი რბილი, დაჯაჯგურება არ ჭირდება, არაჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი ნამდვილად. ჯერჯერობით პირველ ადგილზე გავიდა ხარჩო და ელარჯი. მართლა საოცარი, იდეალური. დავიწყოთ ახლა ბატონი გოჭის დაგემოვნება. კნატუნობს, ჩემო ბატონო. ზოგ გოჭს ტყემალის მიხმარება ჭირდება და ზოგ გოჭს არა. ჯერ უთხემლოდ გავსინჯოთ. მართლა გემრიელი. იმიტომ არა რომ ეხა თქვენ წინ უნდა ვთქვა რომ კარგია. მართლა ძალიან კარგი. აბა ვნახოთ ეხა ცალკე ტყემალი. შვენიერი. გოჭის შეწვის ცოდნა კიდე ცალკე პროფესიაა, ჩემო ბატონო. იდეალურ გოჭს არ უნდა კონდეს დიდი ცხიმის ფენა და უნდა კონდეს რაც შეიძლება კნატუნა ზედაპირი, რომელიც რაღაცა სხვა გემოს იძლევა. შვენიერია. ამ გოჭს 10-დან 10 ქულას დავუწერდი გულწრფელად. ქართველები ყველაფერზე ვიძახით, რომ ეს გენიალური გვაქვს, ის გენიალური გვაქვს, მაგრამ სამზარეულო მართლა გენიალურია. ეს არის რაღაცა ჩვენი თვითყოფადობის გამოხატულება და ყველა კუთხე ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ არც კი ვიცი, რომელი ჯობია. ეს არის ცხურის კანჭი, კორკოტის შილათი, რომელიც არის გაჯერებული ახლო აღმოსავლური და ქართული სუნელებით და იმედი მაქვს მოგეწონებთ. ნახე ხორცი როგორ იჭრება. ეს ბიჭი ოსტატია თავის საქმის აშკარად. გამოსდის და ვნახოთ ახლა ეს გარნირი, რომელიც ხორბლისგან არის გამზადებული და მიწის გემო აქვს, მიწას თავისი გემო აქვს, რომელიც რამდენიმე ესეთ ინგრედიენტს მოყვება და ერთ-ერთი ნამდვილად ხორბალია და ნახეთ ხორცი როგორ იშლება. ძალიან რბილია. იდეალური კერძია, არაფერს არ დავამატებდი და არაფერს არ მოვაკლებდი. თვითონ ცხარია ისე დამუშავებული, რომ არა კარგ მცოდნეს გაუჭირდება, რომ ცხრის ხორცია თუ საქონლის გაარჩიოს. დაცეხვილია, ბოლომდე ჩახარშული არ არის ხორბალი, ამიტომ არ გნებდება, გიძალიანდება და ხორცთან ერთად არის რაღაცა დედა რა გემრიელია. გულწრფელად იდეალურია, მართლა. არ ველოდი ნამდვილად. ალექსმა ძალიან დიდი პასუხისგებლობა დამაკისრა ამ უდიდებულეს კერძს მე უნდა შეურჩიო ახლა სახელწოდება. იყოს ვეფხვის ტყაოსნური, ალბათ ტარიელი და არ ვიცი შეიძლება ავთანდილიც, აი სწორედ ესეთ კერძებს მიირთმევდნენ და იმიტომ იყვნენ ისეთები როგორებიც იყვნენ. ერთ თვის განმავლობაში შეგიძლიათ მობრძანდეთ ეთნო წისქვილში, შეუკვეთოთ ვეფხვის ტყაოსნური და მოგიტანენ ამ გადასარევ კერძს. და ახლა ბოლო გირჩევთ ყველას, რომ ბოლოს აუცილებლად ხაჭაპურით დაამთავროთ ხოლმე, იმიტომ რომ თავში თუ დაიწყეთ, მერე სხვა კერძს
ვეღარ შეექცევით. Πάντα მაინც კუთხის ნაჭერს ნუ გადაიღებთ ხოლმე. შუაში ყველი მეტი ექცევა, იწელება მართლა, ნახეთ როგორ იწელება შეხედოთ. ბოლოს რასაც ვაგემოვნებ, მგონია რომ ის დანარჩენებზე უკეთესი იყო, რადგან ახალი შემეცნებულია ის გემო. ამიტომ ახლა მგონია რომ ეს ხაჭაპურიც საუკეთესოა, უგემრიელესია. ეს ხაჭაპურს ბორჯომი უხდება. გულწრფელი რეკომენდაცია ამ ხალხს. ეთნოწისქვილის ერთ-ერთი ხიბლი ჩემთვის ისიც არის კარგა ქართული უგემრიელესი ტრადიციული კერძებისა თქვენ ეცნობით ჩვენ არქიტექტურას, ფოლკლორს, ტრადიციას, მუსიკას, რომელიც კიდე უფრო სხვა სიამოვნებას და სხვა ატმოსფეროს ქმნის და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ატმოსფეროა. ის ატმოსფერო, რომელიც სურნელთან ერთად რაღაც ემოციურ მეხსიერებას ხმატებს, რომელიც მოგვანდომებს, რომ უკან ისევ დავბრუნდეთ ეთნოწისქვილში და ახალი მეხსიერება შევმატოთ ჩვენ ცნობიერებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ადამიანის შესაძლებელად არის პროფესიონალიზმი. ეხლა ძალიან ინტრიგნულად რომ მოვსულიყავი, ვერაფერზე ვერ მოგედავებოდი ისეთი ნამუშევარია და ჩემთვის შენ მეტად პატივსაცემი ადამიანი გახდი ამიერი. მადლობა. წვადი შეიძლებოდა, მაგრამ წვადზე მithles მეორედ რომ მოხვალ, წვადს მე დააგემოვნებთო და ყველაფერი ერთად ნამეტანი მოგვივიდოდ. გინდა ელარჯი. დაგპატიჟე. ნიკოლოზ წულუკიძე ზუსტად ისეთი გურმანი აღმოჩნდა, როგორსაც ვფიქრობდი. იმედი მაქვს, საინტერესო გამოცდილება მიიღო ეთნოწისქვილში. მე კიდე არ გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ სტუმართან ერთად. ძალიან მიყვარს ნეკნები. ძალიან კარგია. ჯერ თავისი კარამელიზება და მერე ეს ბარბეკიუ соуსი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი. მე ხო გორმოცელა ვარ და ცულებს როტოვებ ნეკნებს შეისუგული მიმდის. პირში დნება. ნეკნები და ლუდი უნდა კონდეს ყველას თავზე საყრელი რა და მთელი მსოფლიო იქნება ბედნიერი.